გამარჯობა მეგობრებო, მცირე პაუზის შემდეგ დაგებრუნდით ჩვენი აუთდორ კულინარიული გასვლებით და ჩვენ გავაკეთებთ დღეს ყაურმას. ოღონდ ყაურმას გავაკეთებთ ცოტა განსხვავებული მეთოდით. აქ წარმოდგენილი გვაქვს ის ინგრედიენტები, ასე ვთქვათ, რომელიც დაგვრჩირდება და განსხვავება ჩვეულებრივი ყაურმისგან იქნება ის, რომ გავაკეთებთ ქლიავის ჩირით. და ვნახოთ ერთად რა გამოვამოკლეთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი გამოწერა და ლაიქება და უფრო მეტი ვიდეოს ნახოთ თუ გინდათ, რა თქმა უნდა, დამიწერეთ კომენტარებში და მოდი დავიწყოთ ახლა. პირველი მოდი დავიწყოთ გულის დაჭრით. ეს დანა გადავდოთ აქეთ. გული დავჭრათ არც ძალიან თხლად და არც ძალიან სქლად, ისე რომ პირში მოგხვდეს. როგორც გახსოვთ, მეჭრაში ძალიან ძლიერი ვიყავი. ეხლა ძალიან ძლიერი ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს ისევ ამ ლოკაციაზე არ მომიწევს რომელიმე ხელის მოჭრა თითის, იმიტომ რომ წინაზე ერთი თვის განმავლობაში ველოდებოდი, როდის გამეზრდებოდა და იმედია არ ჩავაყოლებ ამ ჩვენ ყაურმას. ძალიან მარტივი არის, არ გინდათ რაღაცა ბევრი ფილოსოფია და ასე შემდეგ ამის მომზადებაში. ეხლა დავჭრათ მოდი ფილტვი. სხვათა შორის რო არ დაგიმალოთ, მე დიდად არ მიყვარს ეს. ეხლა იმისი იმედი მაქვს, რომ იმდენად გემრიელი გამოვა, რომ აწი შემიყვარდება და ბებია ჩემს და დედა ჩემს ვეტყვი ხოლმე, რომ გამიკეთოს, ან მე თვითონ გავიკეთებ. ან ჩემი რეცეპტით გავაკეთებინებ. ხო დედა? აუცილებლად. Так. შემოგევლე. იმას ვერ გავაჩუმებთ. იმას ვერ გავაჩუმებთ, იმას ულიმიტოდ რო აქ ნაყიდი ყილის. შოთა პაპას ისტორია ხო არ მოვუყვეთ. აქ. ეს მაგისმად სოლმა. დავჭრათ ახლა ცირკმელიც. ზოგი არ უკეთებს ცირკმელს, მაგრამ მოდი ახლა გავსინჯოთ და ვცადოთ ცირკმლით რამდენად კაი გამოვა. დავჭრათ. ოპა. ხათრით მაინც შევჭამ. არა. გავაგრძელოთ ახლა ღვიძლის დაჭრა. ცოტა დიდია. არა უშავს. ეს უფრო სლიპლიპებს. კაი, შქმერული ხო არ გავეკეთებინა იმ ქათმისგან. ბევრს ვლაპარაკობს, კი. თან შქმერულზე ნორმალური ვიდეო არ მაქვს გადაღებული. მე მგონი მოვიდეს. Так. ასევე მეგობრებო, ჩვენ ვართ მოსულები მრავალშვილიან ოჯახში. და უნდა დავაპუროთ აგერ ჩემი ძმები. გამოვყვებოთ დედა და ძმები. რაც მთავარია, ეხა უკეთებთ ბადეკონს, ოღონდ ბადეკონს არ გავუკეთებ სრულად, იმიტომ რომ ნაწილი მინდა სერვირებისთვისაც, რომ აუ, ბუზი, ნაწილი მინდა რომ სერვირებისთვის დავიტოვო, ასე რომ ესე გავყოფ. ამას აქეთ გადმოვდებ. და დავჭრი ახლა ამას, მეტად ცხიმიანი რო იყოს ეს ჩვენი საჭმელი. და გავუკეთებთ. Так. დავჭერით მოკლედ და გამოიყურება ასე ყველაფერი. ეხლა დავანთებთ უძებ ცეცხლს. მანამდე გავუკეთებთ ამ ყველაფერს თეთრ ღვინოს, რომ თეთრ ღვინოში ჩაიშუშოს, ასე ვთქვათ. და მერე დავუმატებთ ხახვს, წვანილებს, ოპა და ნიორს.
მოკლედ დავამატებ იმას, რომ 1 წუთი რაღაცა გასაკუთრებულად წვრილად ან ასე შემდეგ. ბიჭო 2 წამი გაჩუმდი. ჩავაყაროთ მოდი ხა ეს ხახვი. რაც ოპა, ძალიან ცხელა. რაც დავჭერით და გადავიდეთ უკვე სხვა პროდუქტების დაჭრაზე. მოდი დავიწყოთ ახლა მწვანილით. აქ ჩვენ გვაქვს ოხრახუში და ქინძი. დავჭროთ ოხრახუში და ქინძი და მეგობრებო შემილია. ფაიმე, კამერას რა დაემართა. მოკლედ, წავიდეთ ახლა ქინძის და დავიწყოთ უბრალოდ ქინძის და ოხრახუშის დაჭრა. მინდა გითხრათ, რომ უსაშინლესად ცხელა და მე რასაც უყურებ, ჩემი ვიდეოები ძირითადად არის უკიდურეს ყინვაში გადაღებული, ან არის უკიდურეს სიცხეში გადაღებული და ბონუსად ეხლა რო ცხელა ცეცხლთან უფრო სწორედ მტრიალებ და უარესად ცუდად ვარ. და იმედია მალე მოურჩებით და თუ მოურჩებით კიდე მალე, იმედია გემრიელი გამოვა ის რაც გამოვა. ნუ როგორც თქვით, ახლა დავჭერით ეს ჩვენი ქინძი და ოხრახუში. ესე. დავამატოთ ახლა ქონდარი. ბებია შენი რეკავს. არა უშავს. დავამატოთ ახლა ქონდარი. ეს დავჭრათ. ოღონდ მოდი რა ვქნათ, იცი? სერვირებისთვის ცოტა დავიტოვოთ და ნაწილი დავჭრათ წვრილად. ესეც ასე. ნიკა, გაჩე 2 წამი. და დავამატოთ ახლა ჩვენს ყაურმას. ასე. ცოტა მოგვრჩა. და რა დაგვრჩა ახლა? დაგვრჩა ნიორი და წიწაკა. ჩავაჭროთ მოკლედ ეს წიწაკა, მაგრამ მოდი ერთს გავუკეთებ. იმიტომ რომ ბავშვებიც არიან და არ მინდა რომ ძალიან გამწყდნენ. ვაიმე! ძალიან ცხელა. წვრილად დავჭრათ. მე არ მიყვარს ხოლმე ზოგადად რომ ხვდება ანუ ეს წიწაკის ნაჭრები ესე პირში. ვაიმე. კაია. დედა ზრუნავს. ნამდვილად იყოს სოდახანი. ვა რა კაია. გაიხარეთოს. წავედით გავაგრძელეთ. დავჭერით ეს წამოხ ჩავაყაროთ. და მოდი გავაგრძელოთ ახლა დარჩენილი ინგრედიენტების დაჭრა და დასიცხვა. მოკლედ, ნელ-ნელა გავდივართ ბოლოში. მოდი დავჭრათ ახლა ნიორი. შედარებით წვრილად და გავუშვათ ამ ჩვენ ყაურმაში. ეს ქლიავის ჩირიც მოდი ახლა რაც გვაქვს მთლიანად გავუშვათ და ჩადნება სავარაუდოდ. და სუნიც კარგი აუდის სხვათა შორის. დავუმატოთ ახლა რა თქმა უნდა მარილი გემოვნებით. ვაი, ფეხები როგორ მეწვის. დააღერღილი წიწაკა, მე ვინაიდან ცხარა მიყვარს და არ დავაკლებ. და პილპილი. ამოურიოთ ახლა მასას. ესე. დავაფაროთ თავზე და
ვაცადოთ, რომ ჩაითუშოს თავისთვის და გამოუშვოს გემოები. მოკლედ, ეს მორჩენილი ბადექონი, მოდი გამოვიყენოთ სერვირებისთვის და შევბრაწოთ. ძალიან წვრილადაც არ არის საჭირო რომ დავჭრათ, მაგრამ თქვაც ხლადაც არ გვინდა ახლა. და პარალელურად სანამ ის ჩაიშუშება კარგად და გემოები გაჯდება, შევწვათ ესეც. ვყაროთ ეს ბადექონი ტაფაში და ვეცადოთ, რომ ისე შევწვათ ეს ყოველივე და ისე დავუბრაწოთ, რომ დედაჩემს ძალიან ტაფა არ გაუფუჭდეს. უფსი, წავედით. დამოიღე. ოპა, მარა სავარაუდოდ მე უფრო დავიბრაწები ვიდრე ტაფა. ეს ჩვენი ბადექონიც შეიბრაწა. ეხლა ამას გადავდებ აქ და ამას დავხედოთ რა შვება. ოპა, ძალიან ცხელია. კაი, ესეც მზად არის იდეაში. რა კაი, სუნია. მოდი ახლა ეს რაღაც გავაკეთოთ. ჩვენს თეფშზე ოღონდ სერვირებაში ვარ, ყოველთვის 0 არ არის ჩემი. გადმოვიტანოთ. ფუ, ცხელა. ეს ბადექონი შებრაწულე. ეს ჩემი ძმა იყო, რომელსაც კადრი რა დამთავრდება სავარაუდოდ ვჟეჟავ და მოვაყაროთ ცოტა. კი, მოვაყაროთ ცოტა მწვანილიც. ერთი წუთი რა ხდება? კაი, იქით. ძალიან რთული არის მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელი რო ხარ, იმიტომ რომ ბავშვებს ვერ აჩერებ. მოკლედ, ესე გამოიყურება ეხა ჩვენი ყაურმა, თავისი გაფორმებებით, ასე ვთქვათ. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისში, რომ მომეწონება, იმიტომ რომ მინდა რომ მომეწონოს. იმიტომ რომ ძალიან არა მარტო იმიტომ რომ ძალიან ბევრს უყვარს. უბრალოდ მინდა რომ ჩემი გაკეთებული მაინც მომეწონოს. და მოდი ეხ გავსინჯოთ რა გამოვიდა. ესაა. მოიცემა ცხელია. აბა როგორია? მასალა ძალიან კაია. უკადემსდა. და არის ცხარე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის და მგონი ამ რეცეპტით რო გააკეთო, ყველა შეჭამს უბრალოდ აბსოლუტურად მართლა ძალიან გემრიელია. ეხლა ვიდეოსთვის არ ვამბობ, ანუ ვერ ვიტან, არ მიყვარს. მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვიდა. Bravo. მოკლედ ბოლოს რო ვთქვა, ეს ყაურმა არის ძალიან გემრიელი, ცხარე არის და ვისაც ცხარე უყვარს შეუძლია რომ გააკეთოს. გემოები ძალიან კარგად თამაშობს. გასვლები იქნება და აუცილებლად არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, მოწონება და კომენტარის დაწერა. აბა, მომდევნო კულინარიულ გასვლამდე. Tschüss.